გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდეა. ჩვენ ყველაზე თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა ქვეყანას შურს ჩვენი, ასე მინდოდა დამეწყოთ ჩემი დღევანდელი გამოსვლა, მაგრამ ვიფიქრე რომ ალბათ პასაჟი შურის შესახებ მეტი იქნებოდა. თუმცა არ ვიცი, სრულიად შესაძლებელია რომ ბევრ ქვეყანას მართლა შურდეს ჩვენი ქვეყნის რელიეფური, მიწიანი, მთიანი, ზღვიან, ტბიან, მდინარეებიანი სილამაზე და ასე შემდეგ. თანაც გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს შეუდარებელი. რაღაც ჩვენ და რაღაც სუეცის არხი. ადრე თუ გვიან მთელი მსოფლიო ჩვენ გავლით იმოძრავებს და ჩვენი ამოცანა იქნება მხოლოდ შლაგბაუმთან დგომა და მოსაკრეფლის მოკრეფა. მაგრამ ამაზე მე ვილაპარაკოთ. ახლა კი იმას ვამბობ, რომ მართლა ძალიან თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, სადაც თითოეულ სამთავრობო არხზე მოდის გონი 5, ზოგჯერ 10 ოპოზიციური მაუწყებლობა და ეს მართლა იმის ნიშანია, რომ ქვეყანა უთავისუფლესია. და გამოგიტყდებით, რომ ეს სუპერ თავისუფლება ზოგჯერ ზღვარს სცილდება. ვიღაცის გადამეტებული თავისუფლება მე და ჩემნაირებს არ უნდა გვიქმნიდეს დისკომფორტს. დიახ, არავის თავისუფლება ჩემს თავისუფლებაზე მაღლა არ უნდა იდგეს. ჩვენი ოპოზიცია სამწუხაროდ აკეთებს რაც უნდა, სადაც უნდა, როდესაც უნდა და რა ეპითეტებითაც უნდა. ქვეყანამ ახლა დაიწყო ქცევის ნორმების და კანონების გადახედვა, გამკაცრება. ბოლოს წესრიგი, სიმშვიდე და სტაბილურობა ხომ უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში. დიახ, სწორედ რომ სიმშვიდესა და წესრიგს მივეცით ხმა და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს რამდენიმე ასეული პროტესტანტი ჩვენს მოთმინებას ცდის, დიახ, ცდის მოთმინებას, დაგვცინის, გვეღადავება, გვაღიზიანებს. მოდიან, ღრიალებენ, გვამცირებენ, გვანძღავენ და ძალიან რომ გადაამლაშებენ, მხოლოდ მაშინ იწყებს სამართლის დამცავი ორგანო შესაბამის სადამსჯელო ზომებს. და ამაზე მეტი თავისუფლება და დემოკრატია რაღა უნდა იყოს. ნაცების ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც თვით ნაცებმაც უნიათობის გამო გადაცვალეს თანაც ვიში ხაბეიშვილზე. და ეს ყაოლგასული ნიკა მელია თავისი ბრწყინვალე კეფით გამოდის და აცხადებს, რომ პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველზე პროტესტის შენელება, შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. ახლა მოქალაქეს თუ უნდა დგომა რუსთაველზე, იდგეს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. იდგეს სადაც უნდა, მთავარია სტრატეგიულ ობიექტებზე არ იდგეს და გინდა რუსთაველზე მდგარა, გინდა მტკვარში და გინდა კავკასიონის ქედზე. მე რუსთაველელები მეწოდებიან, ვინც იქ ცხოვრობს და უკვე მესამე თვეა ექმნებათ პრობლემა. კარგი გაძლება ჰქონიათ. მე რომ იქ მეცხოვრა, შეიძლება უკვე გადამტრიალდებოდა ტვინი და ჩემი პროტესტი ხმამაღლა გამომეთქვა. დიახ, გამომეთქვა პროტესტის წინააღმდეგ. და მელია რა საპროტესტებს? მელია განა თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს? არა, მელია იმას აპროტესტებს, რომ მისმა საზიზღარმა გუნდმა არჩევნები ვერ მოიგო. მხოლოდ ამიტომ დაწანწალებენ რუსთაველზე და ბილწავენ რუსთაველს. გინდა თუ არა ხმა მომეცით. აი ეს ამელიას და მისი უბადრუკი გუნდის ნარატივი. ხმა მომეცით, თორემ არ მოგასვენებთ. პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რა ხატოვანი ნათქვამია. ალბათ თვით გვარამიას მოფიქრებულია. აბა მელიას სადა აქვს ამდენი გაქანება და გამოგანება ასეთი სიტყვაკაზმული ფრაზები მოიფიქროს. რამდენიმე ხნის წინ ვნახე საზოგადოებრივ არხზე მელიას მეგობრული შეხლა-შემოხლა 4 გირჩელთან. საათზე მეტი მიმდინარეობდა დისკუსია. მელია გაუჩერებლად ლაპარაკობდა და უნდა გითხრათ, რომ მე საკმაოდ მომზადებულმა ადამიანმა, რომელიც კარგად ერკვევა რთულ ტექსტებში თომას მანეის, დოსტოევსკის, უილიამ და ედგარ ბეროუზების ნაწერში ვერაფერი გავიგე მისი ლაპარაკიდან. ასეთი ბოდვა, ასეთი სიტყვიერი, ასე ვთქვათ, აშლილობა არ მახსოვს უკანასკნელად როდის მოვისმინე. დიახ, ვისმენდი მელიას ასობგერების რა ხარყულს და ვფიქრობდი, აი ამას ხმას რომ მისცემ, რატომ უნდა მისცე? რა დამსახურებისთვის?
რაღაც ხო უნდა მოგეწონოს მელიაში მას რომ ენდო ხმამისზე ქვეყნის მართვა ჩააბარო. ეხ უყურებდი მელიას და მეცოდებოდა მისი ამომრჩეველი. ძალიან შეზღუდული პასუხისმგებლობისა და ჰორიზონტის ამომრჩეველი ყავს მელიას. ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ. მოკლედ მეგობრებო, ზედმეტად თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვინმე იტყვის, რომ დემოკრატია ზედმეტი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ალბათ არ დავეთანხმები ამის მთქმელს. ყველაფერს უნდა ჰქონდეს ანი და ჰაე დემოკრატიასაც. ჩვენს დემოკრატიას ანარქიის სუნი ზდის, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით.